ვინაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მაშარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ რაცინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები იცი რომ ქალაქში დრონების შეჯიბრების მოწყობას აპირებენ მართლა ეს ზერს უნდა ვუთხრათ ყველაფერი გავიგონე რა შეჯიბრება იქნება გაზომავენ ფრენის მანძილს ტვირთის გადატანის სიზუსტეს და მსგავს რაღაცებს მიყვარს ტვირთის გადატანა იღებ ტვირთს მიფრინავ ცდილობა არ დააზიანო ზერ ფრენის მანძილშიც არ მყავს ბადალი თქვენ შეჯიბრებისთვის ემზადებით? რა თქმა უნდა ვემზადებით. ჩვენი დროინი თქვენსა ჯობია, თქვენმა ტვირთიც კი ვერ შეინარჩუნა. არა უშავს, კიდევ ვივარჯიშებთ. კარგი, შეჯიბრებაზე გამოჩნდება ვინაჯობებს. ადგილის რუგა ქარის სიჩქარე ამინდის პროგნოზი სხვათა შორის პროგნოზის მიხედვით შეიძლება ჭექაქუხილი იყოს უგრძნობ ჩემს ნიჭსერენდობით უფრო მალე გავიმარჯვებ ვიდრე ჭექაქუხილი დაიწყება ჩვენ შევძლებთ შეჯიბრების ყურებას რა თქმა უნდა გვერდზე შესანიშნავი მანქანების ადგომია ბაშა ტურბოზავრებო წინ გამარჯობა სტეპან პეტროვიჩ თქვენ იღებთ მონაწილეობას გამარჯობა ბავშვებო ხო გამხიარულება გადავწყვიტე ძვირფასო მაყურებლებო ამ დღის მთავარი შეჯიბრების დრო დადგა უკვე დაიწყო ჯერ არა დაიმალე ჩვენ გეტყვით როცა დაიწყება ჭექაქუხილი ჩქარა თავშესაფარში სერი არ დაბრუნებულა კავშირზეც არ გამოდის უნდა ვიპოვოთ მთელი არემარე დავათვალიეროთ ტურბოზავრებო წინ ზერი უნდა გადავარჩინოთ რთული ამოცანაა მაგრამ შეუძლებელი არაფერია მოვიფიქრე პანდუსიან ბორცვს ავაშენებთ ან კი მასიავა და ზერს ჩამოხსნის მე და თორი ბორცვს გავაკეთებთ ტრაკ შენ პანდუს ფილებით გაამაგრებ ტურბოზავრებო წინ იმუშავეთ ეს ხომ ზერი არ არის ეს ფედიას და ბორიას დრონია ზერი კავშირზე გამოვიდა ზერს ათხარ გავიჭედე ვერ ვინძრევი გეოლოკაციას გამოგიგზავნით ძალიან სუსტი სიგნალია მაგრამ ახლა ზუსტად ვიცით სად არის წინ
დარწმუნებული ხართ, რომ სწორი კოორდინატები მივიღეთ? არსად არ ჩანს. არ ჩანს, მაგრამ აქ უნდა იყოს. შესაძლოა ლუქში ჩავარდა და მილში გაიჭედა. ამას მხოლოდ ერთი ხერხით შევამოწმებთ. მე და თორი მილებს ამოვთხრით. ანკი მათ ზევით ამოიტანს. ტრაკი კი შეამოწმებს თურბოზავრებო. წინ! მე და ვიცოდეთ რა დამემართა. ეს ნათურები შემომეხვია და ქარმა წამიღო. კინოამ დავიღუპე. არც კი ვიცი ახლა რა დამიბრუნებს თავდაჭერებულობას. გადაწყვიტეს თავიდან ჩაატარონ დრონების შეჯიბრება, მაგრამ ვფიქრობ ზერმა მეორედ არ უნდა გარისკოს. როგორ? მე ხომ ამ ქვეყნად ყველაზე მამაცი პტერადაქტილი ვარ. თავდაჯერებულობა დაუბრუნდა. ნაყინი სასწაულებს ახდენს. სამი, ორი, ერთი. რა ამბავია? მეგონა მიწისძვრა იყო. პეტია, მიწისძვრა კი არა, შეჯიბრება. სიგრძეში ხტომა. სიღრმეში ხტომა უფროა. არ შეგიძლიათ სადმე სხვაგან იხტუნოთ? მაგალითად ტყეში. მე მგონი არ ღერს კატა. იქ ხევია. ხევია? სად არის ხევი? განიერია? ხო, და ღრმაც არის. შეიძლება სახიფათო იყოს. სად მიდიხართ? უბრალოდ შევხედავთ. ნუ გეშინიათ, ჩუმად ვიქნებით. როგორც იქნა, უფრო სერიოზული ადგილი ვნახეთ. დაანებდი ანკი. არ დავნებდები. მზად ხართ? 3, 2, 1. რამე ხომ არ იტკინე? იქნებ შევეშვათ ამ ნახტომებს. ეს არის ნახტომი. აი, ახლა ნახავთ ნახტომს. ეს რა არის? ახალი გზა? არა, ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. მშენებლები რომ მოვიდნენ? აქამდე თუ არ მოსულან, ესე იგი ისვენებენ. ო, სერიოზული მანძილია. შორს უნდა გადავხდეთ. ო, და დასაცემად მაღალია. შეგეშინდა? ო, შენ გამო. შენ არ შეგიძლია დამოხრუჭება. მე არ შემიძლია დამოხრუჭება. ასე არა? გამოწვევა მიღებულია. 3, 2, 1. მოიცადე, გადავიფიქრე. ხომ გითხარი შეგეშინდა მეთქი? ჯერა რომ გადახტები ანკი, მაგრამ არ ღირს ამის გაკეთება. რა სიტყვი? ვინ არის ჩემპიონი? ჩამოსვლას როგორ აპირებ ჩემპიონო? სივიწროვეა. როგორ უნდა ავკრიფო სიჩქარე? სამაგიეროდ მოიგე. მე მგონი წავაგე. გთხოვთ დამეხმარეთ. მეტისმეტად მაღლა. დაიჭირე. არა, ასე არ გამოვა. ჩემი გეგმა ჩიხში შევიდა. სამაგერად კიდევ ერთი გეგმა ვიპოვე, მშენებლობის გეგმა. ეს როგორ დაგვეხმარება? შეუძლებელი არაფერია. დაუსრულებელ გზას თუ ვერ გადაახტები, ის უნდა გადაუფრინო. მშენებლობა უნდა დაასრულო. მაშინ როგორ ვერ მივხვდით? თურბოზავრებო წინ.
გასორე. ერთი ბოძი არასწორად დგას. ახლა მიწაყრილი უნდა გავაკეთოთ, რომ ტრაქმა გადახურვების დაყენება შეძლოს. ზად არის. იქნებ რამე არასწორად გააკეთეთ. ნუ ნერვიულო ბანკი, ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთეთ. 3, 2, 1. ჩემპიონს შეეგებეთ. ვაშა! რა მაგარია, ახალი გზა ისეთი სწორია. მოდი ვინ მიასწრებს. იქნებ ჯობია ჭადრაკი ვითამაშოთ. რა ვქნათ, გადავხტეთ? ეს ადვილია. ოღონ ჯერ ხიდის მშენებლობა დავასრულოთ. ოჩახ ბავშვებო, რას ხატავთ? მე თეატრს ხატავ, მე ბალეტს. ფებია, ბალეტი დიდი ხნის წინ ნახე? მე არც ისე დიდი ხნის წინ. აი, სტეპან პეტროვიჩი კი თეატრშიც და ბალეტზეც დიდი ხანია არ ყოფილა. რატომ? ბეჯა, მოდი სტეპან პეტროვიჩი გავართოთ. გავართოთ. ცეკვები ვაჩვენოთ, რომლებსაც სკოლისთვის ვამზადებდით. ხო, მაგრამ სცენა გვჭირდება. სკოლაში ხომ ვერ ვიცეკვებთ. კატя, ვიცი ვინ დაგვეხმარება სცენის მოწყობაში? მეც ვიცი. მე არ ვიცი რა არის თეატრი. მე არ ვიცი რა არის ბალეტი. მე არც ერთი ვიცი და არც მეორე. ეს როგორც კინო ისეა, ოღონდ ცოცხალი მსახიობებით და ეკრანის მაგივრად სცენაა. მოდი ერთად დავაშენოთ საზაფხულო თეატრი. ახლა ხან მშობლებისთვის კარგი ადგილი ვნახე. ზუსტად სტეპან პეტროვიჩის სახლის გვერდითაა. ოღონდ იქ რაღაც მორები დევს და ბრეზენტით გადაფარული მიტოვებული ვაგონია. ამ ყველაფრის გამოყენება შეიძლება ზერ. ვაშა, ტურბოზავრებო წინ. ჯერ სცენისთვის ადგილი უნდა გავათავისუფლოთ. კარგი. გავაკეთებთ. ბოლ არ დაგავიწყდეს მაყურებლების დარბაზისთვის ადგილის გათავისუფლება. აქ? ანკი, უსაქმურად რატომ დგახარ? ის მორები აიღე და სცენა აშენე. ისეთი როგორც ჩემს ნახატზეა. სწორად დადე. ზერ, ნამდვილი სუფლიორი ხარ. ცუდი სიტყვების თქმა არ არის საჭირო. ზერ, არ გეწყინოს. სუფლიორი ადამიანია თეატრში, რომელიც მსახიობებს სიტყვებს კარნახობს სცენის წინ განლაგებული სპეციალური ჯიხურიდან. ო, მოწოდებით ნამდვილი სუფლიორი ვარ. ძალიან მიყვარს კარნახი. სად არის ჩემი სპეციალური ჯიხური? აი ეს არის. რა მაგარია თეატრი. დო, შენ რა, იცი რა არის თეატრი? სირცხვილი არ იცოდე რა არის თეატრი. დიდი ხანია ვოცნებობ პრიმადონა გავხდე. და ვინ არის პრიმადონა? ყველაზე მთავარი მსახიობი ქალი. ო, მე კი სიტყვებს კი კარნახებ. მე სუფლიორებს შორის ვარ პრიმადონა. დაგავიწყდათ, რომ ამ წარმოდგენას ბებიასთვის და სტეპან პეტროვიჩისთვის ვმართავთ. მათ კი დინოზავრები არ უნდა ნახონ, ამიტომ ჯობია დაიმალოთ. არ გვინდა დამალვა, ჩვენც გვინდა წარმოდგენის ნახვა.
ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ბედია, კატია, პრეზენტი გადაგვაფარეთ. ბებიამ და სტეპან პეტროვიჩმა იფიქრონ, რომ გადასატანი თეატრია ბორბლებზე. ახლა კი ყველაფერს ნახავთ. პირადად მე ვერაფერს ვერ ვხედავ. კარგია. კარგი, ჩუმად ისხედით. ჩვენ მაყურებლებს მოვიყვანთ. თორ, მოდი ადგილები გავცვალოთ. შენ თვალების ადგილი უფრო დიდად გაქვს ამოჭრილი. გონი ვერაფერიც ვერ იეჭვეს. Bravo. ბრავისიმო, რა ყოჩაღები ხართ? როგორ გამახარეთ? სახში გავიქცევი და ყველასთვის გემრიელ ბლინებს გამოვაცხობ. მე დაგეხმარები. რა მაგარი იყო. არ ვიცოდი რომ ასე შეგეძლოთ ცეკვა. მე ასე ვერ შევძლებდი. მართალია პრიმადონა ვარ, მაგრამ თქვენამდე ვერც მოვალ. ასე არ შეიძლება. კორახიც არ იყო საჭირო. სუფლიორისთვის სამუშაო არ მოიძებნა. მითხრა რა ჩვეულებრივად გამოიყურებით და ეს გულსაბნევით ძალიან გიხდებათო. გულსაბნევი? რომელი გულსაბნევი? ღმერთო ჩემო. დავკარგე. ბებია, არი ნერვიულო. გაიხსენე ბოლოს სადნახე შენი გულსაბნევი. ბებიამ თქვა როცა საპარიკმახეროდან გამოვიდა გულსაბნევი ეკეთა. ესე იგი შემდეგ დაიკარგა. ხო, მაგრამ პეტია, ბებია დღეს რამდენიმე ადგილას იყო, გულსაბნევის პოვნა ადვილი არ ექნება. შეუძლებელი არაფერია, დახმარება დაგჭირდება. საპარიკმახეროდან ბები ამ გზით წამოვიდა. აი აქ შეუხვია. მოედნის შემდეგ კიდევ ერთხელ შემოუხვია და სავაჭრო ცენტრამდე მოვიდა. სახლში ტაქსით დაბრუნდა. ძღოლს დავურეკეთ. გითხრა რომ მანქანაში გულსაბნევი არ იყო. მაშინ ქალაქში უნდა წავიდეთ. ის ადგილები უნდა მოვიაროთ, სადაც ბებია იყო და ყურადღებით ვეძებოთ. მართალია. თორ, ეს შენი მონაკვეთია. ბულ, ეს შენი. ანკი, შენ კი აქ მოძებნი. მე და კატია სავაჭრო ცენტრს მოვივლით. ტრაკი აქ დარჩება. ქალაქში მისი გამოჩენა არ შეიძლება. მე? მე რა გავაკეთო? ზერ, შენი ამოცანაა შეგვატყობინო თუ გულსაბნევს იპოვიან. პატარა, ამიტომ ყურადღებით იყავი. იდეა მაქვს. მოდი ტობიკი წავიყვანოთ. იქნებ ბებიას კვალი აიღოს და გულსაბნევთან მიგვიყვანოს. ვფიქრობ, ტობიკის წაყვანა კარგი იდეაა. ტურბოზავრებო, წინ! ტობიკ, კვალი აიღე. გადიაკეთენ. არა, ტობიკ, სოსისი არ გჭირდება. ტობიკ, შეჩერდი, მოიცადე. რა გავიგეთ?
რომ ტობიქს უყვარს სოსისი და არ უყვარს ველოსიპედები. ამჯერად რა მოხდა? სოსისი დაინახა თუ მორიგ ველოსიპედს გაეკიდა. ბიჭა, მან გულსაბნევი იპოვა. იპოვა? სად? ძერ, შეგიძლია დაეწიო. მე ყველას და ყველაფერს დავეწევი. ყველაფერი ჩემი ხიბლის დამსახურებაა. ვერავინ ვერ უძლებს. ხედავ, ახლა რა გავაკეთოთ? ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება. ზერ, ტურბოზავრების შეკრიბე. დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ბულ და თორ, თქვენ წყალსადენ მილს ამოთხრით. ანკი, შენ მას ამოსწევ. გულსაბნევს ამოვიღებთ და მილს უკან დავაბრუნებთ. შენ კი ზერ, უკვე ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. ტურბოზავრებო, წინ! არის! ბებიას გაუხარდება! ძალიან ბედნიერება რომ იპოვეთ. ალბათ ადვილი არ იყო. რას ამბობ, ბებია? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ. სენსაცია! ქალაქთან ახლოს ტყეში ტურისტებმა უზარმაზარი ცხოველი შენიშნეს, რომელიც დინოზავრს გავდა. რა სისულელეა, რას არ მოიგონებენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თქვენი მამა სხვა კაცებთან ერთად ტყეში წავა და იმ უცნაურ ცხოველს მოძებნის. ტურბოზავრები უნდა გავაფრთხილოთ. მადლობა, ბებია. დიდი მადლობა, ბებია. შენ კი დღეს ჩემთან დარჩი, პაპა ისევ არ შეჭამე. აქ არ არიან. ნუ თუ უკვე იპოვეს. ასე სწრაფად ვერ იპოვიდნენ. აი, სად ყოფილხართ? თქვენ გეძებდით, უნდა დაიმალოთ. რა მოხდა? ადამიანებმა დაგინახეს, შეშინებულები არიან. თქვენ საძებნელად მოვლენ, იქნებ მეზობელ ტყეში წახვიდეთ. როგორ წავიდეთ? ჩვენი სახლი აქ არის. თანაც უკვე მრავალი 1000 წელი. კატა, მოდი უფროსებს ვუთხრათ, რომ დინოზავრების საშიშები არ არიან. ვინ დაგვიჯერებს? უბრალოდ ტყეში აღარ გამოგვეშვებენ. ადამიანებმა ჩვენი არსებობის შესახებ არ უნდა გაიგონ. დიდხანს ვიმალებოდი და ასევე გავაგრძელებ. მივხვდი, უფროსებს შევაშინებთ, ოღონდ ხუმრობით. სათამაშო დინოზავრი უნდა გავაკეთოთ. შენ გგონია უფროსებს სათამაშო შეაშინებთ? ყველა იფიქრებს, რომ იმ კაცს ნამდვილი ეგონა. ჩემი აზრით პეჭამ კარგად მოიფიქრა. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს არსება ვინმეც შეაშინებს? რა არ მოგწონს ტრაკ? უცხინარ ცხოველს უფრო გავს. რეზინის თუ იქნება, მასთან ერთად აბაზანაში ბანაობაც კი შეიძლება. მინდა რომ სხვა რამე შემოგთავაზო? ტირანოზავრი უნდა გავაკეთოთ. რატომ? ვითომ რატომ? რას ამბობ? კარგი იყოს ტირანოზავრი. რა სილამაზეა, ახლა მართლა საშიში იქნება.
საინტერესოა რისგან გამაკეთებთ? რა თქმა უნდა, ქარგცეულისგან. ჩვენ ხომ ტყეში ვართ, ტყეც გასუფთავდება. მართალი ხარ, კატია, გენიოსი ხარ. ქარგცეულისგან. ტურბოზავრებო, წინ! როგორც მოდელი მეცარგებელს მოგიტანთ. ძალიან გავს. აბა არ გააფუჭოთ, მოუსვით აქედან. საშიში ცხოველი იპოვეს. ტყეში იდგა ვიღაცამ, ხისგან სკულპტურა გააკეთა. ტურისტებს კი დინოზავრი ეკონათ. მამამ და მისმა მეკობრებმა სკულპტურა ქალაქში ჩამოიტანეს და მოედანზე დადგეს. გამაყვივიდა. ტრაქს უნდა ვაჩვენოთ. მოეწონება. რა მშვენიერი დილა. კარგი დროა ფოტოსესიის მოსაწყობად. დო და ყვავილები, დო ტყეში, დო ჭაობში. სად? არავითარ შემთხვევაში. კარგი. ერადარა ეფექტური კადრი იქნებოდა. გარშემო ბორცვები, ბაყაყები. ბაზა, მიღება. საგანგებო სიტუაცია. თქვენთან მოვრბივართ, არსად არ წახვიდეთ. რა მოხდა? ახალ ამბებში გამოაცხადეს, რომ ახალ გზას ბორცვის შემოვლით ააშენებენ. ჩვენი ტყის გავლით. ეძაჩვენა. მიიღეს გადაწყვეტილება ახალი გზატკეცილი ბორცვის შემოვლით ტყის გავლით დააგებენ. რამდენიმე ათეული ხე გადაირგვება, ბუნება არ დაზიანდება. რა გამოდის? გზა ბაზის მახლობლად დაიგება? და ზევით ვეღარ ამოვალთ? ეს რა მოიფიქრეს? მარჩა. პეტია, კატია, შვიდობით. ერთად ძალიან კარგად ვერთობოდით. შვიდობით ყვავილებო, ტყეო, მზეო. ზერ მოიცადე, ჯერ კიდევ შეიძლება ამის გამოსწორება. იდეა გვაქვს.
გვირაბი ავაშენოთ და გზა შემოვლით კი არა, მასში გაივლის. ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ და ისევ შევძლებ ფრენას. რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მაგრამ საღამომდე უნდა დავიცადოთ. მაშინ მუშები სახლებში წავლენ და მაშინ დავიწყებთ გვირაბის აშენებას. რას ველოდებით? უკვე საღამოა. დავიწყოთ გვირაბის აშენება. ნუ ნერვიულობ ზერ მოვასწრებთ. ბულ, ბაზა დამალე. დროა წავიდეთ. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ. ტურბოზავრებო წინ! ანკი, ეს ბეტონის ფილები სადმე გვერდზე გადადე. აი იქ არის ადგილი. ახლა ქვები უნდა მოვაშოროთ. ტრაკ, ეს შენ უნდა გააკეთო. სად დავდო? სადმე ახლოს. კიდევ დაგჭირდება. უფრო ფრთხილადაც შეიძლებოდა. ეს ქვა რაღაცნაირად უსწორმასწოროდებს. სხვა დროს ქვებს შენ გადაიტან. მაჩვენებ როგორაა სწორად. ზერ, შენთვის დავალება გვაქვს. გზას უყურე და თუ ვინმე გამოჩნდება, გვანიშნე. თორ, ახლა შენი ჯერია. გვირაბის გათხრა დაიწყე. ბულ, მიწა და წვრილი ქვები მოაგროვე და თხელფენად გადაანაწილე გზაზე. განგაში, ზღარბი დავინახე. ზერ, ზღარბი ხელს არ შეგვიშლის. მართლა? უბრალოდ შენ თქვი თუ ვინმე გამოჩნდებაო. ვაგრძელებ დაკვირვებას. კარგი, დროა. დო, როცა ძალიან დაბნელდება, ბიჭებს ფარებით გაუნათე. ტურბოზავრებო წინ! დო, ეცადე გვირაბი გაანათო. ცუდად ხედავ. სულ ცოტა დარჩა. ტრაკ, ახლა აი იმ ქვებით გვირაბის შესასვლელი უნდა გავამაგროთ და დავკიდოთ ნიშანი, რომელზეც გვირაბის სიმაღლეზეა მითითებული. ზერ ბაზაზე გაფრინდი და ნიშანი პროინტერით დაბეჭდე. დილით ახალი გზატკეცილის მშენებლებმა გვირაბში შესასვლელი აღმოაჩინეს. შესაძლოა ეს უძველესი გამოქვაბულია, რომლის შესახებაც მეცნიერებმა არაფერი არ იცოდნენ. ახლა გზატკეცილი პირდაპირ ბორცვში გაივლის და თხეხე. პოლინა, ჩემი დიშვილები, ბორა და ფედია დაიკარგნენ. იქნებ დღეში თამაშობენ და გაერთნენ. იქნებ გზაებნათ, ძალიან ნერვიულობ. არი ნერვიულობ, დაიდან ორა ჩვენ ვიპოვით. შესანიშნავია? მშვენიერია. არაჩვეულებრივია. თქვენი დახმარება გვჭირდება. ბორა და ფედია უნდა ვიპოვოთ. საოცარი ფოტოსესია გქონდა. საქმეს თავისი დრო აქვს, დასვენებას თავისი. მსოფლიოში საუკეთესო მზვერავი მზად არის. თხის ბილიკზე არიან. უნდა დავეწიოთ.
ჩათვალეთ, რომ უკვე დავეციეთ. რა ვქნათ გავფრინდეთ? აი მესმის სიჩქარე. ბორია, ფედია, მოიცადეთ. დრო არ გვაქვს. დეიდა ნორა გეძებთ. წერილი დაუტოვეთ, რომ დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ წავედით. სოფლის შემოვლით და მაშინვე დაუბრუნდებით. პიჭი, რა ვქნათ? გეგმა მაქვს. ისეთი რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ბორია და ფედია სახლში დაბრუნდნენ. კი, მაგრამ როგორ? მათ ხომ დაბრუნება არ უნდათ. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება. ახლა ისინი აქ არიან. ბულ და თორ. თქვენ გზაზე 44-ით. თითქოს საგზაო სამუშაოებს ასრულებთ. მაშინ ბორია და ფედია იძულებული გახდებიან აქედან შეუხვიონ. შეხედეთ? იქ დაქცეული ხეების გროვე დახვდებათ, ამას ტრაკი გააკეთებს. მიყვარს არეულობის მოწყობა. ოღონდ შემდეგ მილაგება არ დაგავიწყდეს. პატარა არეულობასაც ვერ დატოვებთ. ხეების გროვას რომ შემოუარონ, ხევშით მოუწევთ ჩასვლა. ხევს ვინა მოთხრის? არავინის ბუნებამ ამოთხარა. რა კარგი ბუნება გქონია. ჩვენ მაგივრად ამოთხარა ხევი. გზის დაგება მოგვიწევს, რომ ხევიდან ამოვიდნენ. ამას თორი, ბული და ანკი გააკეთებენ. ტურბოზავრებო, წინ! დაიმალეთ, უკვე ახლოს არიან. როგორ ჩანს მოვედით? უკვე შემოვიარეთ დედამიწა. დედამიწა რომ შემოგველო სახლში დაუბრუნდებოდით, რადგან ის მრგვალია, გამომყევი. აღარ მინდა მოგზაურობა, დავიღალე. მოცვის ღვეზელი მინდა. რაც უფრო მალე შემოვლით, დედამიწას მით მალე ვისადილებთ. წინ! ახლა აქედან როგორ გავაღწევთ? ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებთ. შეხედე, გზა! ხომ გითხარი რამეს მოვიფიქრებთ მეთქი? ვაშა! სახლში ვართ! სად იყავით? ძალიან მინერვიულე. დეიდა, დედამიწის გარშემო ვიმოგზაურეთ. დედამიწა არც ისეთი დიდი ყოფილა. რას ამბობთ, დედამიწა ძალიან დიდია. აი შეხედეთ. ეს ჩვენი დედამიწის მოდელია, გლობუსი. ველოსიპედით დედამიწის შემოვლა შეუძლებელია, რადგან გზაზე მარტო მთები და უდაბნოები კი არა, ოკეანეებიც შეგხვდებათ. ესე იგი, დედამიწა არ შემოგვივლია? არა უშავს, გაიზრდებით და შემოივლით. ან შემოუფრენთ კოსმოსური ხომალდით. მე დედამიწა შემოული, მე კი შემოუფრენ. გემრიელი მოცვის ღვეზელები გაქვთ. მიირთვით. დიდი მადლობა, რომ ჩემი დიშვილები იპოვეთ. ესენი რა შუაში არიან, ჩვენ თვითონ დაუბრუნდით სახლში. ჰაო, ჩვენ ვართ ყოჩახები. გზავრობა ბებიასთან ერთად. ფედერალური გზატკეცილის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, ამის გამო ყველა გზა გადატვირთულია. კარგი რა. ბებია, რა მოხდა? კბილი ამტკივდა. სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე.
ავტობუსზე დამაგვიანდა, გზებზე კი საცობებია, ახლა ვეღარ სადაც ვერ წავალ. ბები, არ ინერვიულო, ექიმთან მისვლას მივასწრებთ. შესანიშნავია, ძალიან კარგია. ახლა უარესია, მაინც კარგია. ძალიან ნიჭიერი ხარ. ჩვენს ბებიას დახმარება სჭირდება. სასწრაფოდ ქალაქში უნდა წავიყვანოთ ექიმთან. სწრაფად მივიყვანთ და კომფორტულად. თქვენი მფრინავი ნავიგატორი ყოველთვის მზად არის. ეს როგორ ხდება? ქალაქში მიდიხართ? გასაგებია. და მანქანას ვინ წაიყვანს? მართლა, მანქანას ვინ წაიყვანს? არ ინერვიულო, ბებია, მანქანა თავისით იმართება. რას არ მოიფიქრებენ? არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ მე გამომკევით. კარგი რა, და შენ ხარ მზვერავი? არანაირი პრობლემა არ იქნება. შესახვევიდან არ ჩანდა. არანაირი პრობლემა არ იქნება, უბრალოდ დახმარება გვჭირდება. ხომ გითხარით, საგზაო სამუშაოები, საცობები, კბილი. არ ინერვიულო, ბებია. ახლა ყველაფერი მოგვარდება. ჩამოდი, ჩამოვარდები. პრობლემა გვაქვს. საცობებია, გზაზე ორმოა, ბებიას კბილის ტკივა. მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება. ტურბოზავრებო, წინ! ბულ, შენ ქვიშას ჩამოყრი, თორ, შენ კი თხრილს გათხრი. ტრაკ, შენ გზიდან ამ მილებს მოაშორებ და თხრილში ჩადებ. ანკი, შენ მილებზე ბეტონის საფარი უნდა გააკეთო. დავიწყეთ. წინ! არა. აი ეს მომწონს. ვაშა! წინ! შესანიშნავი მანქანა. ბავშვებო, ეს ჩემი საფირმო თაფლის ტორტია. ვაშა! რა საინტერესოდ ვიმოგზაურეთ კბილის ექიმთან? და კბილიც აღარ მტკივა. რა საყვარელი ვარდისფერი მანქანა იყო. ალო, ავტოფარეხია?
ხვალ თვითმართვადი ტაქსი გამომიგზავნეთ. ვარდისფერი. რა თქვი? რა? იპოლიტ არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი? ყოველთვის ვოცნებობდი რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა რა თქმა უნდა მეტის მეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებიას სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დოდა ვითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ჰო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისით წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბებია რბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ.
ბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ვაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. რა მოწყენილობა? მოწყენილობა. პეპლებს როგორ უმართლებთ? სადაც უნდათ იქ მიფრინავენ. მაგალითად ქალაქში. ქალაქი ძალიან საინტერესოა. იქ სახლებია, მანქანები. აქ დღეში კი არაფერი არ არის. იქნებ გავისეირნოთ თორ. ქალაქში საშიში არ არის? რატომ უნდა იყოს საშიში? შუქნიშანზე თუ წითელი შუქია, უნდა გაჩერდეთ, თუ მწვანეა, გზას გააგრძელებ. ტურბოზავრებო, წინ! ეს ახალი მოდელებია? როგორი მუხლუხებია. როგორი ციცხვებია. ბულს უნდა მოვუყვეთ. დილიდან არავის არ დაუნახავს ისინი? არავის, გაქრნენ. მთელ დღეს შემოვუფრინე. ჩვენს დღეში თუ არ არიან, ესე იგი, ქალაქში არიან. შეუძლებელია. სავსებით შესაძლებელია. თორი გამუთმებით იმას ამბობს, რომ ხიარულებაა ქალაქში. ზერ, გავიგე, სოფლიოში საუკეთესო მზვერავს ყველაფერი უსიტყვოდ ესმის. იპოვე? იქ მშენებლობა. თორი და ანკი მშენებლობაზე მუშაობენ. მათ კაბინებში ადამიანების ხედან. რა უცნაურია. მე მგონი მივხვდი რაც მოხდა. ნამდვილ სამშენებლო ტექნიკაში შეეშალათ და მშენებლობაზე წაიყვანეს. უნდა დავეხმაროთ. ხო, მაგრამ სახამომდე უნდა მოვიცადოთ. ქალაქში არავინ არ იქნება და დილამდე სამუშაოებსაც შეეჩერებენ. ტურბოზავრებო, წინ! ოჰო, რა კარგად გწოდნია თვალის ჩაკვრა. მეც მინდა ასე შემეძლოს. რომ დაბრუნდებით გასწავლი. ჰეი, ალო, გაღვიძების დროა. ზერ, შემაშინე. თქვენ შეგვაშინეთ, როგორ არ გწხვენიათ? უბრალოდ ქალაქის დათვალიერება გვინდოდა. კატя, და ისე მოხდა რომ ხვდებით რაც მოხდა. მაგრამ რატომ არ დაბრუნდით? არ შეგვიძლია. კი, მაგრამ რატომ? მშენებლობა უნდა დავასრულოთ. მშენებლები ამბობდნენ, რომ დანიშნულ ვადამდე ვერ ასწრებენ დასრულებას. და ბავშვები ბაღის გარეშე დარჩებიან. იდეა მაქვს. სამუშაო ბევრია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ანკი, შენ პანელებს ბულზე დატვირთავ ბულ, შენ მათ ფუნდამენტთან ახლოს მიიტან. ტრაკ, შენ პანელებს ადგილებზე დააყენებ. თორი მიწას გაასწორებს. ზერი და დო, გზას ადევნებენ თვალყურს და ვინმე თუ გამოჩნდება ნიშანს მოგცემენ. ტურბოზავრებო, წინ!
შესანიშნავია. აკარია, სახურავი დარჩა. ჰო, აქსლერის გარეშე ვერ გავუმკლავდებით. გეთანხმები. მე შეუცვლელი ვარ. ტრაქს დაეხმარე სახურავი გაასწოროს. მარცხნივ, მარჯვნივ, წინ, უკან. შესანიშნავი ნამუშევარია, მეგობრებო. აერას ნიშნავს, როცა ერთად და მხიარულად აკეთებს საქმეს. კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ თორი და ანკი არასწორად მოიქცნენ. გაიქცნენ და არავის არ უთხრეს. პატარა ბავშვები ვით არიან. ასე აღარ მოვიქცევით. ასე აღარ მოვიქცევით. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.